გურამიშვილის 5 ნომერში მდებარე შენობაში წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების ოფისის გახსნას ადგილზე განცხადებით გამოეხმაურა ძლიერი საქართველოს ნაძალდების რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ჩერქეზიშვილის მტკიცებით. შენობა ავარიულია, შესაბამისად, აქ ოფისის გახსნა შეუსაბამოა. ნაძალდების რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის შეფასებით, ოფისის გახსნა მმართველი პარტიის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ ხელისუფლება გურამიშვილის მცხოვრებლებს მოქალაქეებად არ მიიჩნევს. ქართულმა ოცნებამ აი ესეთ შენობაში, ავარიულ შენობაში, რომელიც არის სიცოცხლისთვის საშიში, გახსნა საკუთარი პარტიული ოფისი. ეს არის პირდაპირი დემონსტრირება იმისა, რომ ისინი ამ ადამიანებს, ამ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს, მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს არ თვლიან მოქალაქეებად, თვლიან როგორც სახარჯ მასალად, როგორც პოლიტიკურ რესურსად, როგორც ელექტორალური ხმების წყაროდ და კიდევ ერთხელ ეცდებიან წინასაარჩევნოდ, რომ მოისყიდონ ეს ხალხი.